წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ახალშობილთა ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე 300-ის ნაცვლად 500-ით, ხოლო მესამე და მომდევნო შვილებზე 500-ის ნაცვლად 700 ლარი დაეხმარება. 2025 წელს მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით 251 ოჯახმა ისარგებლა. ამისათვის კი ბიუჯეტიდან 97,000 ლარამდე თანხა გაიცა. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვის ოჯახს, რომლის ერთ-ერთი მშობელი ასევე რეგისტრირებული არის გურჯაანში, ერთჯერადად ფულად დახმარებას ჩუქნის. გურჯაანის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეპროგრამა არის ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა. პროგრამის მიზანია ამ ოჯახების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ასევე დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება. პროგრამის მოსარგებლე არის 1 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ან არის დევნილი სტატუსის მქონე. მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი იყოს ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან დევნილი სტატუსის მქონე პირი და ამავე დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები. 2025 წელს ქვეპროგრამა ითვალისწინებდა პირველ და მეორე ბავშვზე 300 ლარიან დახმარებას ერთჯერადად, ხოლო მესამე და ყველა შემდეგ დაბადებულზე 500 ლარს გადავცემდით ოჯახს. ამ მიზნით წლის განმავლობაში დავეხმარეთ 251 ოჯახს და გაცემულია სულ თანხა 92,900 ლარი. რაც შეეხება 2026 წელს, ეს ამ პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, ბენეფიციარი ისევის მოთხოვნებით დარჩა, მაგრამ გაიზარდა ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობა. კერძოდ, პირველ და მეორე ბავშვის შეძენისას გაიცემა 500 ლარი, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ დაბადებულ ბავშვზე გაიცემა 700 ლარი. რამაც რა თქმა უნდა თავის მხრივ გამოიწვია ბიუჯეტის გაზრდაც და თუ 2025 წელსში გაიცა მხოლოდ 92,900 ლარი, უკვე 2026 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს 180,000 ლარი.